როგორც ირკვევა, საკმაოდ სახალისო და შეიძლება ითქვას აბსურდული მიზეზით აპირებს სახელმწიფო რომ დააყადაღოს პარტია დროას ანგარიში. ამის მიზეზად აღსრულების ეროვნულმა ბიურომ დაასახელა 2021 წელს სასამართლოში არჩევნების შესახებ შეტანილი საჩივრები, კონკრეტულად ნაძალადევის ოლქთან დაკავშირებით, რომლის ბაჟიც 50 ლარი არ არის გადახდილი. როგორც ჩანს, მხოლოდ 4 წლის შემდეგ გაახსენდათ ის ფაქტი, რომ დროას ბაჟისთან ხარ ჰქონდა და სწორედ ამის გამო დღეს ელენე ხოშტარიას მიუვიდა შეტყობინება, რომ მის ანგარიშთან ერთად პარტია დროას ანგარიშიც დაყადაღდება. რაც შეეხება თავად ელენე ხოშტარიას, პოლიტიკოსმა საკუთარ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა განცხადება იმის შესახებ, რომ 17 ლარი რომელ ანგარიშზეც ჰქონდა, ის არის ამ დროისთვის დაყადაღებული, რადგან შემოწირულობები, რომელსაც პარტია აგროვებდა, სხვაგან ინახება, ის არის ხელშეუხებელი. ელენე ხოშტარია დარწმუნებულია, რომ აღნიშნული უკავშირდება იმ ჯარიმებს, რომელიც უწყოტი პროტესტის განმავლობაში, მაგალითად გზის გადაკეტვასთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლომაც გამოუწერა და ეს ყველაფერი ემსახურება დაშინებას მომავალში დაგეგმილი საპროტესტო აქციების ჩაშლას, რომელსაც რა თქმა უნდა ფინანსური მხარდაჭერა დასჭირდება. მიუხედავად ამისა, ელენე ხოშტარია ამბობს, რომ უკანდახევას არ აპირებს და რეჟიმთან არანაირ თანამშრომლობას არ გეგმავს. ჩემი პირადი და პარტიის ანგარიშები ზუსტად ერთ წამიერად მოვიდა მესიჯი და დაყადაღდა. რა თქმა უნდა, ამ ორ შორის არანაირი კავშირი არ უნდა არსებობდეს, თუმცა ჩვენ მივიღეთ ძალიან სასაცილო განმარტება, რომ 2021 წლის არჩევნებზე საჩივრის შეტანისას ბაჟი არ გადაგვიხდია თურმე და ამის გამო დააყადაღეს დღეს 2025 წელს პარტიის ანგარიში და ზუსტად იმავდროულად ჩემი პირადი ანგარიში. გასაგებია, რომ ეს არის რეპრესიის ერთ-ერთი ფორმა, თუმცა ძალიან პირდაპირ მინდა უთხრა ქართულ ოცნებას, რუსულ ოცნებას. არც ერთ ჯარიმას არ გადავიხდი, არც ერთ სასამართლოს ხდომაზე არ მივალ, არც ერთ დაკითხვაზე არ მივალ და არც ერთ მათ უკანონო გადაწყვეტილებას არ დავემორჩილები, ამიტომ შეუძლიათ აყადაღონ, ხსნან და კეტონ, ეს არ შეცვლის აბსოლუტურად არაფერს. ძალიან მოსალოდნელი იყო ადამიანები ციხეში სხედან, საერთოდ რაზეა ლაპარაკი, რა დაყადაღებაზეა ლაპარაკი. ამ ტიპის რუსულ ქვეყანაში ეს ყოველთვის ასე ხდება. ფინანსური რესურსი მათ აწუხებთ, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ძალიან აქტიურები, უამრავ აქციას ვაკეთებთ, კიდე გავაკეთებთ და რა თქმა უნდა, მათ გონიათ, რომ ამ გზით რაღაცას გაგვირთულებენ. აღსრულების ეროვნული ბიუროდან შეტყობინება ელენე ხოშტარიას რამდენიმე წუთის წინ მიუვიდა. ერთდროულად ელენე ხოშტარიას ოპოზიციონერი პოლიტიკოსის და მისი პარტია დროას ანგარიშების დაყადაღებასთან დაკავშირებით ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დარწმუნებულია, რომ ეს ყველაფერი რეპრესიების კიდევ ერთი გამოხატულებაა, რომელსაც უკანასკნელი თვეების განმავლობაში ქართული ოცნების მხრიდან ვხედავთ.